უსაინტერესო ესად ვითარდება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარშემოს პრინციპში, მაგრამ ჩვენ ამ ჯერზე ვილაპარაკებთ ჩვენს ქვეყანაზე, საქართველოზე პროცესები, მოვლენები. ისიც რომ 4 ოქტომბერს ფარსია, ფარსი არჩევნებად წოდებული. კახა კალაძემ ძალიან თავდაჯერებულად რომ გრძნობს და ცაკუდად რომ არ მიაჩნია დედამიწა ქალამნად, აი სხვაგან კი არა, არამედ დედაქალაქის ცენტრში მელიქიშვილის გამზირზე გაიკეთა ოფისი. დადიან იქ, დაიარებიან ამ ოფისში მისი მომხრეები, ჩვეულებრივი მოქალაქეებიც და არა მხოლოდ ჩვეულებრივები, არამედ არაჩვეულებრივები, ვთქვათ გავყოთ ეს სიტყვა, არაჩვეულებრივები, ანუ კარგები კი არა, ჩვეულებრივებისაგან განსხვავებულები და დაიარებიან და ზოგი შეცვლება ხოლმე კახი კალაძესთან თუ კახა კალაძესთან სამუშაო ოთახში და ზოგი არ შეცვლება, მოკლედ დაიარებიან და ემზადებიან რომ ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვონ 4 ოქტომბრის ფარსში. მაგრამ 4 ოქტომბრის ფარსი მეორე ხარისხოვანია, ისედაც იყო და ახლა მით უფრო მეორე ხარისხოვანია, როდესაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა დაანონსა, რომ 4-ში, სწორედაც რომ 4-ში ოქტომბერს ვიწყებთ და 4-შივე ვამთავრებთ, ვასრულებთ ამ ხელისუფლებას და დამოუკიდებლად იმისა, რომ ჩვენგან სჯერა ორგანიზატორებისა და ამ იდეისა, რომ 4-ში დამთავრდება ეს ხელისუფლება, ბანდა. ჩვენ თითქოს ერთგვარ ვალდებულებას გვცნობთ საკუთარი თავის, ოჯახების, ქვეყნის, მომავლის, შვილების წინაშე რომ 4-ში გავიდეთ. თუ სკეპტიკულად ვართ განწყობილნი ამ 4-შივე პროცესების საჩვენოდ დამთავრების შესახებ თაობაზე, მაშინ სადღაც ოპერასთან უნდა დავდგეთ და თუ შედარებით ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და მივიჩნევთ რომ 4-ში მართლაც დამთავრდება, შეიძლება ქაშვეთთან ან საერთოდაც პარლამენტის წინ აღმოჩნდეთ. მოკლედ მეც იქ ვიქნები და ვნახოთ 4-მდე კიდევ ერთი თვეა ზუსტად. და სად ვიქნები, ამას გადავწყვეტ. შესაძლოა პირველ სკოლასთან ვიყო და შესაძლოა პარლამენტთან და შესაძლოა მართლა ოპერასთან, ნეტავი ოპერამდე ან რესპუბლიკის მოედნამდე მართლაც გადაივსოს ხალხი. ამასობაში სხვა ამბებიც ხდება, სხვა რაღაცებიც ხდება ჩვენს ქვეყანაში, განა არა და ამ რაღაცებზე მე გავამახვილებ ყურადღებას, მაგრამ ჯერ მოდი ერთ წამს ზუმაუთი გავაკეთოთ და ვისაუბროთ თქვენის ნებართვით არა უკრაინაზე, რაც ცხადია მნიშვნელოვანი ამბავია, უკრაინასაც შევეხები მე ან შემდგომ ბლოკში, სურველთა კოალიციას, მაკრონისა და ზელენსკის შეხვედრას, ხვების იქ ყოფნას და ასე შემდეგ, არამედ ვისაუბროთ ერთ უსაინტერესო ეს ამბავზე, რომელიც მოხდა 2 დღის წინ, დაიწყო და დასრულდა, მანამდე დაიწყო და 2 დღის წინ თუ გუშინ დასრულდა. ეს არის ჩინეთში შემდგარი შეხვედრები. იქ მიეტენა, როგორც ბევრჯერ მithქვამს კი არა, რამდენიმეჯერ ვთქვი, რუსეთის შლეგი ლიდერი პუტინი, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, რომ ეპოვა პატრონი. და პატრონი ჩინეთის სახით მას გამოუჩნდა, არა მხოლოდ ჩინეთის სახით, არამედ თუ ინდოეთიც იქ იქნება და ეს იქნება აი ამ 3 ქვეყნის ერთგვარი ალიანსი, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული კი არა, მნიშვნელოვანი პრობლემები არის ამ ქვეყნებს შორის, საერთოდ ამ ქვეყნებს შორის და მაგალითად ინდოეთსა და ჩინეთს შორის ტერიტორიული პრობლემებიც არის და ასე შემდეგ. თუ მოკლედ დრაკონი და სპილო ერთმანეთთან მართლაც დამეგობრდებიან და რუსეთის იქ სადღაც მიეტენება, ისევ ამ სიტყვას ხმარობ, რუსეთის ლიდერი ამოისუნთქავს შვებით. ახლა ის აბსოლუტურად გარიყული, აბსოლუტურად მიტოვებულია, აბსოლუტურად მოწყვეტილია სამყაროსაგან და ვინმე რომ ელაპარაკება, მით უფრო მძლავრი ჩინეთი, რომელიც მისი იდეაში მტერია, მაგრამ ახლა ასე აღარ ჩავუღრმავდები ამ საკითხს. თუ ვინმე მიიკედლებს მას, ეს ხო მნიშვნელოვანია. საერთოდ ჩინეთი ძალიან დაინტერესებული იყო, რომ ჩინეთში შემდგარი შეხვედრები, მათ შორის შოსის ფარგლებში ყოფილიყო მრავალქვეყნიანი. და გასაგებია, რომ ბევრი ქვეყანა მივიდა, ბევრი ქვეყნის ლიდერი მივიდა, იმიტომ რომ ძლავ ჩინეთთან ურთიერთობის დაბალანსება მათთვის აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკლებრი ყველა მიეკედლა, აი პუტინი მიეკედლა, მაგრამ რომელიმე სხვა ქვეყანა შეიძლება სულაც არ ჩავთვალოთ მიკედლებულთა პირველ ხუთეულში, ხო, პირველი ხუთეული სულაც არ არის და გამოეკედლება ნებისმიერი ქვეყანა, როგორც კი იგრძნობს, რომ დასავლეთი ამასობაში ძალიან მძლავრია და არ ეპუება ჩინეთის ლიდერობით არსებულ გეოპოლიტიკურ გეოსტრატეგიულ ცენტრს. ასეთი ქვეყნებიც არიან ჩინეთში მყოფი
ლიდერების სახით წარმოდგენილები და მოკლედ პროცესს უნდა დავაკვირდეთ ტრამპმა მიიღო როგორც ჩანს ყოველ შემთხვევაში ასე ეს გამოწვევა და ვინმე თუ იტყვის რომ მიუხედავად იმისა რომ ჩინეთმა ესოდენ სერიოზული დემონსტრირება მოახდინა საკუთარი სამხედრო ძლიერებისა ვინმე თუ იტყვის რომ ჩინეთი არის უმძლავრესი ქვეყანა და ყველაზე მძლავრი მათ შორის შეერთებულ შტატებში და კოლექტიურ დასავლეთზე მძლავრიც კი ეს ვინმე რასაკვირველია შეცდება ძალიან უხეშად გავხსნი წარმოიდგინეთ შეერთებულ შტატებში ვაშინგტონში იქნება თუ უფრო ფართო ქუჩებიან რომელიმე ქალაქში რომ მოხდეს დემონსტრირება შეერთებული შტატების მთელი სამხედრო პოტენციალისა არსენალისა წარმოიდგინეთ რამდენად შთამბეჭდავი იქნება ის რასაც წარმოადგენდა ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები უბრალოდ არ აკეთებს ამას შეერთებული შტატები თუმცა მინდა გითხრათ რომ 1-2-რად თუ მეტად არა შეერთებული შტატები მაინც აღემატება სიმძლავრით აღემატება ჩინეთს და არა მხოლოდ ჩინეთს არამედ პეკინის გარშემო შეკრებილ სახელმწიფოებსაც რუსეთის ჩათვლით ინდოეთის ჩათვლით პაკისტანის ჩათვლით თუ გდებავთ ასე ვიტყვი და სხვებსაც აღარ ვილაპარაკებ იმაზე რომ შეერთებულ შტატებს ყავს პრინციპში საკმაოდ მძლავრი პარტნიორები ახლო აღმოსავლეთშიც და თურქეთი მიუხედავად იმისა რომ ის ჩინეთის შეხვედრებს მისი ლიდერი ესწრებოდა მიუხედავად ამისა თურქეთიც არ არის ესე ერთი ამბიციურია ერდოღანი და არ არის ასე პეკინის ფრთებქვეშ მისული ან პეკინის პარველობის მსურველი სახელმწიფო მას თავისი ამბიციები აქვს როგორც რეგიონის ისე რეგიონ მიღმა ფორმატში თუ მასშტაბით ამდენად თურქეთის გადასავლეთურობა ბევრწილად დამოკიდებულია შეერთებულ შტატებზე რასაკვირველია მაგრამ ასევე ევროპაზე რამდენად გადმოდგამს ნაბიჯებს ევროპა ანკარისაკენ თურქეთისაკენ ეს რომ ვიცოდეთ მაინც ხო ეს რომ ამას რომ დავაკვირდეთ მაინც ამიტომ თურქეთი დასხლტომადი და ამ დასხლტომას რომ ეცდება ჩინეთის გავლენებისაგან ის სახელმწიფოა ისედაც არ შეპუება ერთ მართლობას პეკინის მართლობას ამ რეგიონში და მის მოძლიერებას ამ რეგიონში ეს რომ ვიცოდეთ მაინც თუ სადაც თურქეთი იქ აზერბაიჯანი ალიევის იქ ყოფნა ამის მადასტურებელია თუმცა სადაც თურქეთი იქ აზერბაიჯანი სხვა მხრივაც არის აღსანიშნავი თუ ყურადღება გასამახვილებელი თუ ერდოღანი გამოეცლება ჩინეთს შოს ნაკლებად ჩინეთის ლიდერობით არსებულ ალიანსს გეოპოლიტიკურ ცენტრს და გამოეცლება მეთქი გავრისკავდა ვიტყვი ამას შეერთებულ შტატებს არ ზინავს და დასავლეთის კოლექტიურს და ვერც დაიძინებს ამ შემთხვევაში აზერბაიჯანიც გაჰყვება და სადაც აზერბაიჯანი იქ სომხეთი მეთქი ასე ვიტყვი იმიტომ რომ პაშინიანს სასიცოცხლოდ სჭირდება სტაბილური და სწორად მოთამაშე ალიევი აზერბაიჯანი და პაშინიანს სასიცოცხლოდ სჭირდება სწორად მოთამაშე თურქეთი და კვლავ ვიმეორებ სადაც აი საოცარი ამბავია ხო სადაც თურქეთი და აზერბაიჯანი იქ სომხეთი ამგვარ ვითარებაში აღმოჩნდით პაშინიანს ერთი სული აქვს რომ სულ დაუსხდეს რუსეთს და იმ ცენტრს სადაც რუსეთი თუნდაც მესამე ხარისხოვანი ქვეყანა ამ შემთხვევაში გულისხმობ ისე და ისე შოს ვით უფრო რომ ყველა შესანიშნავად ხდება იმ მონაწილეებთან მათ შორის რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და ჩრდილოეთ კორეის როგორც ქვეყნის მონაწილეობა რეპუტაციულად ძალიან დიდი ზარალია ზიანია ყველა ან ბევრი იმ ქვეყნისათვის რომელიც გეოპოლიტიკურ ვითარებას აანალიზებს აქვე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ სულზე მიუსწრო სის ამ ინიციატივებმა და ბევრის მიწვევამ ჩინეთში სწორედაც რომ რუსეთს რომელდა მე ვარაუდობ რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აღარ შედგება იმიტომ რომ ან გვიან შედგება იმიტომ რომ მოცემულ ეტაპზე პუტინს სიუფრო სჭირდება როგორც მხარდამჭერი ვიდრე ტრამპი რომელსაც ვერ არჯულებს ისე როგორც უნდოდა რომ მოერჯულებინა არ ვიცი რამდენად სწორია ეს ინფორმაცია მაგრამ სულ უფრო მეტი ინფორმაცია ვრცელდება იმის თაობაზე მეორე მხრივ რომ წარმოუდგენელი შეთავაზებები გაუკეთა პუტინმა ალასკის შეხვედრაზე ტრამპს ეს ხდება ჩინეთის შეხვედრებამდე ხო მათ შორის ორ მხრივ შეხვედრებამდე კარგახნით ადრე მეთქი ახლა ყველაფერი კარგახნით ადრეა ამ ვითარებაში
და ტრამპმა ეს წინადადებები არ მიიღო, მათ შორის არქტიკასთან დაკავშირებით, წიაღისეულთან დაკავშირებით, საბადოებთან დაკავშირებით, ერთობლივ ბიზნეს გარიგებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ, მაგრამ ტრამპმა თქვა ღიად, რომ ის უკრაინას არ გასწირავს, ანტიტრამპისტები კი გამიჯავრდებიან ახლა ამის გამო, მაგრამ მაინც სხვა საქმეა, რომ ტრამპს ასაკვირველია შეიძლება მიედავო და დაუწუნო მას გარკვეული პროლონგაციები და გადავადებები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება დაუწუნო და შეიძლება არც დაუწუნო, იმიტომ რომ ეს შეიძლება სტრატეგიის ნაწილია და მეორე თუ მესამე მხრივ უნდა გავიხსენო მისი არაჩვეულებრივი ურთიერთობა ინდოეთის ლიდერ მოდისთან და ეს ურთიერთობა, რომელიც პრაქტიკულად დაინგრა სწორედ ტრამპის გამოისობით მეთქი ასე ვიტყვი და ბევრი ამას უწუნებს, მაგრამ ბევრი უწონებს კიდეც ეს ურთიერთობები დაინგრა ტრამპის გამოისობით იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ანუ ტრამპმა იცით თქვენ რომ ინდოეთი საკმაოდ დასაჯმისაჯა 25%-იან ტარიფებს გულისხმობდა არა მხოლოდ და მე უკვე გაზრდილ ტარიფებს. მოკლედ ამბავი ესეთია და ეხლა კითხვა მაქვს ასეთი რატომ არ წავიდა უცნაურად მოუხვიოთ, ხომ ჩინეთს, ხა ბევრი იტყვის რომ არ გაუშვა შეერთებულმა შტატებმაო საქართველოს სწორი ბრძანება იქნება ეს, განა არა, მაგრამ ჩინეთს ხომ უნდოდა რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს ყოფილიყო ამ შოსის მონაწილე ქვეყნებს შორის და მიიღებდნენ, აი სომხეთი და აზერბაიჯანი დაბლოკეს და მას მიიღებდნენ, ან მის საკითხსაც განიხილავდნენ და თუ შოსის ფორმატში არა, სხვა ფორმატებში რატო არ მიიწვია პრემიერად წოდებული ირაკლი კობახიძე. ბევრი კვლავ ვიმეორებ იტყვის, ბევრი თქვენგანი, რომ ირაკლი კობახიძე არ წავიდა და არ მიუწვევიათო. მე ჭვებარება სიმართლე გითხრათ, ჩინეთი დაინტერესებული იყო, რომ ბევრი ქვეყანა და კავკასიის სამივე ქვეყანა ყოფილიყო წარმოდგენილი. აი სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ მათი ლიდერები იყვნენ ვაშინგტონში ხელი ჩამოართვეს, შედგა საუკუნო შეთანხმება, აღმოიფხვრა კავკასიაში არსებული ერთი კონფლიქტი მინიმუმ, ილაპარაკეს მნიშვნელოვან ტრიპრო ჰქვია იმ ეკონომიკურ პროექტზე, ხო, დამაკავშირებელზე ერთმანეთთან და იქ თურქეთიც არის მონაწილე და ასე შემდეგ, ხო? ილაპარაკეს ბევრ საკითხზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებზე. ურთიერთთავდაუსხმელობაზე, ტერიტორიული მთლიანობის ცნობაზე, ტრამპი გაბედნიერებული და ბედნიერი იყო, რომ სწორედ ის არის ამ კონფლიქტის მომგვარებელი და აღარ ჩაუღრმავდები ახლა რეალურად ვინ დაიწყო კონფლიქტის მოგვარება, როგორც ასეთი და ალიევს რა დიდი წვლილი აქვს ამ ყველაფერში. ფაშინიანის წვლილზე მე ბევრი ვისაუბრია, ახლა ალიევის წვლილზე ვილაპარაკებ. რომ არა ალიევი, სომხეთი ვინიც ის იქნება ასეთის არ ყოფილიყო და რომ არა ერდოღანი, ალიევი შეიძლება ასეთი არ ყოფილიყო. მაგრამ ეს შორს წავიყვანს ახლა ეს საუბარი. მე კითხვას დავუბრუნდები, რატომ არ წავიდა საქართველოს დე-ფაქტო ლიდერი ირაკლი კობახიძე? კვლავ ვიმეორებ, თქვენ იტყვით რომ არ მიიწვიესო, არ არის თლად ასე. ახლა მეორე მოსაზრება არის ამასთან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუშალაო. თუ შეერთებულმა შტატებმა დაუშალა, ესე იგი გამოდის რომ ესენი ამგვარად მოვატრიალე, ამგვარ სიტყვას ვიხმარ, მოწყვლადები ყოფილა. აი, ცოტა ხნის წინ გაიმართა მტკიცე სული, agile spirit, ასეთი წვრთნები, რომლებიც კარგა ხანი არ იყო გამართული მანამდე და მომავალ წელს ალბათ გაიმართება Nobel partneri 2026. თუ ასეთი პრორუსები არიან ესენი და არიან, აქვე დავადასტურებ ყოველგვარი კავშირთუს მოშველების გარეშე, რაღაცა ესეთები არიან, მაშინ ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბრძანებებს რატომ ასრულებენ. საქმე ის არის, რომ ესენი არიან ბიზნე ივანიშვილი. არიან დუნდულ აქამდე ხო ამბობდი რომ ორ დუნდულიანები არიან მეთქი. ახლა უნდა ვთქვა დუნდულ ვერ ჩამოდებულები. ვერსად ვერ დადეს დუნდული. ერთის მხრივ ხვდებიან რომ ჩინეთში წასვლა მათთვის დამღუპველია. მათთვის, იმიტომ რომ შეერთებული შტატები ჩაერევა ამ პროცესში. და მეორე მხრივ ხვდებიან რომ ჩინეთში არ წასვლაც დამღუპველია. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გაინაწყდებენ სტრატეგიულ პარტნიორ ჩინეთს. და აღარ იციან რა რაქნან, ანუ წარმოდგენა არა აქვთ რაქნან, შესაბამისად იმ ბილეთს, ესე ვიტყვი, რომელიც თბილისიდან იმ ბორტის ბილეთს, რომელმაც უნდა გადააფრინოს ისინი თბილისიდან პეკინამდე, უბრალოდ ვეღარ იღებენ. ძალიან მარტივებს ხადია, მაგრამ
ფიქრში და არასწორ ფიქრში, ხო? გადაწყვეტილების მიღებასაც ვეღარ ახერხებენ. ვერც ვაშინგტონისკენ, იმიტომ რომ ვაშინგტონი მათ არ იღებს. და ვერც პეკინისკენ, იმიტომ რომ პეკინი კი იღებს თითქოს, მაგრამ ამათ უნდათ რომ დაუსხლდნენ და ამერიკას უთხრან რომ მე არ წავედი პეკინში, მაგრამ მომაქციე ყურადღება. და ყაველაშვილის წერილით სხვა არაფერი იყო, რომ ჩვენ ესეთები ვიქნებით. ცხადია, ქედმაღლობას ახლდა ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც ჩვენ ესეთები ვიქნებით, ოღონდაც კი დაგველაპარაკეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩინეთ-რუსეთის ალიანსისკენ გავიწევთ, ეს არ უთქვამს, მაგრამ ეს ხო იგულისხმებოდა იმ ქედმაღლობითაც, რომელიც ყაველაშვილმა ტრამპს და უფრო ჩვენ შემოგთავაზა, გვაჩვენა. ბიზინა ივანიშვილმა ყაველაშვილს ვინ კითხავს საბოლოო ჯამში რამეს. ამიტომ შოსში, კი არა, საერთოდ ჩინეთში, ხო ესენი ვერ წავიდნენ, შეეშინდათ რა დასავლეთის რეაქციისა. მაგრამ ვაშინგტონში ვერ მიდიან და ამით გაგიკვირდებათ და ინაწყენებენ ჩინეთსაც, რომელიც ამბობს, რომ იმარა თუ მე პარტნიორე ბოლომდე. ასე არ შეიძლება მიზეზთა გამო გადაავადო. ეხლა ჩინური პრიზმიდან დაინახეთ ეს ყველაფერი. მას პეკინს უნდოდა რომ მეტი ქვეყანა ყოფილიყო. მის გარშემო ყოფილიყო, აგე რუსეთი მოათრია და აბარასიზავდა პუტინი, აგე ინდოეთი მოაიყვანა და აბარასიზავდა ტრამპზე საკმაოდ შემომწყნარი ინდოეთის ლიდერი მოდი. აგე პაკისტანი და ინდოეთი ერთად დასვა ამ სამი თვის წინ ამის ატომური ბომბი ესროლეს ერთმანეთს. აგე ცენტრალური აზიის სახელმწიფოები იყვნენ იქ, აგე კიმი ჩამოიყვანა, აგე ლუკაშენკო იქ იყო და საქართველო რა გახდა ამგვარი. ასე უყურებს პეკინის პრიზმიდან უყურებ ახლა. მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა ეს ვერ გარისკა. იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ შეერთებული შტატებისა ეშინია, კი არ ეიმედება, არამედ ეშინია, აფრთხობს შტატების რეაქცია და კავკასია რომ მისულიყო თურქეთი მივიდა, ხო? კავკასია რომ მისულიყო სამივე ქვეყნის ლიდერი რომ მისულიყო, პრაქტიკულად შეერთებული შტატებისთვის ეს იქნებოდა სიგნალი, რომ დასავლეთისთვის იქნებოდა სიგნალი, რომ კავკასია მათ დასრულდა უკაცრავად რუსულისთვის, მორჩა დასრულდა, მიკარგეს. ხო და უდუნდულო კი არა, ორდუნდულიანი კი არა, დუნდულებ ვერ ჩამოდებული ბიზინა გაურკვეველი ორიენტაციის არის მეთქი. ახლა ესე ვთქვათ და ესე უნდა ვთქვათ, ოღონდ ეს გაურკვეველი ორიენტაციობა უშუალოდ ბიზინა ივანიშვილისა, რეალურად ესეც რუსული თამაში. იმიტომ რომ არ ახარ, საერთოდ არ ახარ. ამასობაში იცით რა ხდება? პარალელურად მიმდინარეობს შეერთებული შტატების აქტიური და კულისებში აქტიური ძალისხმევანი იმის თაობაზე თუ იმის გამო, რომ საქართველო როგორღაც ბიზინა ივანიშვილის გარეშე ოღონდ ხაზს უსვამ დაითრიონ კიდევ ერთხელ. ცუდი სიტყვაა ეს დაითრიონ. მოკლედ საქართველოში ამერიკული აქციები კი არა, ამერიკული გავლენები გაიზარდოს. ამაზე ფიქრობს შეერთებული შტატები. და ეს ლოგიკური ფიქრია. ხსენებული ჩემს მიერ agile spirit-ის ჩატარება სხვა არაფერია თუ არა ეს. Nobel partner, რომელიც გაიმართება მომავალ წელს, სხვა არაფერია თუ არა ეს, ოღონდ ბიზინას ელაპარაკებიან ერთის მხრივ და თუ სწორედ სიტყვა უბიძგებენ, რომ მან წინააღმდეგობა არ გასწიოს ამგვარი წვრთნების ამ შემთხვევაში და ამგვარი პოლიტიკის მიმართ. და ვერ გასწიოს სტრატეგიულ საკითხებზე, როცა ვლაპარაკობთ. უკვე შემდგომი ეტაპი რასაკვირველია იქნება ბიზინა ივანიშვილისათვის იმის კარგად განმარტება წერილით და მე გეტყვით, რომ სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში დაინიშნება ახალი ელჩი, ჩემი ინფორმაციით, დაჩქარებული წესით საქართველოში. ბიზინა ივანიშვილისთვის ახალი წერილით განმარტება იმისა, მან რა უნდა ქნას. ამ სიტყვებს მიღმა რა უნდა ქნას, არის 4-5 საკვანძო წინადადება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ კონკრეტულ პატიმრებზე არ იქნება საუბარი. მაგრამ იქნება საუბარი დაახლოებით ესეთი მესიჯით, რომ იცოდე გრიგოლიჩ, ცხადია ესე არ იქნება, მაგრამ ამ სიტყვას არ იხმარენ, მაგრამ მაინც შეუნდა შექმნა ის გარემო, რომელშიც ესეთი დაპირისპირება არ არის, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით. მინიშნება, ოღონდ ზეპირად განუმარტავენ, ვინც მიიტანს ამ წერილს, რომ ამაში რაღაი არ გესმით,
ბატონო ივანიშვილო, გეტყვით, რომ უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი პატიმარი და პატიმარი და სინდის პატიმარი უნდა გაანთავისუფლოთ. იქნება თუ რა მიშა სააკაშვილი მათ შორის ჩემი ინფორმაციით იქნება ოღონდ რაღაც გარკვეული თუ სწორედ თქვა გარანტიებით, რომ გადავიდეს მიშა სააკაშვილი, წავიდეს ქვეყნიდან, ბიზნესს ამას მოითხოვს ყოველ შემთხვევაში. აი ბიზნესი მიშა რამდენად შეასრულებს ეს არ ვიცი, მაგრამ ბიზნესი ამას მოითხოვს. და ალბათ მიშას დაჰყაბულდება თუ ეს სცენარი გათამაშდა. ნახოთ. ბოდიში არ მეჩხუბოთ ახლა მიშა სააკაშვილის მომხრეები, ცხადია ის საქართველოს პატრიოტია, მე ამ კუთხით არ გავსაუბრობ, მეგონებით რა შეიძლება მოხდეს თეორიულად. მეორე ყველა პოლიტპატიმარი და სინდის პატიმარი აკი გიხსენეთ და აკი ვახსენე. მეორე ეს იქნება შუა დერეფლის საკითხი. შუა დერეფლის და მათ შორის ანაკლიის საკითხი. ხო, გამახსენდა ჩინეთი საკმაოდ შემომწყრალია საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებაზე იმის გამოც, რომ აი იმ ჩინურს ამერიკის მიერ სანქცია დადებულ კომპანიასთან, რომელმაც თითქოს და მოიგო ანაკლიის მშენებლობის ტენდერი, რაღაცა წინ ვერ მიიწევს საქმე. ვერ მიიწევს საქმე და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, რომელზეც ეს ხელისუფლება ისევ ამბობს ბანდა, რომ ავაშენებთ აბარას ვიზავთო, ცხადია აშენება არ უნდათ ამათ. ხო, რაღაცა ცოტა ისევ დამოხრუჭებულია ეს ამბავი. რატომ? რუსულად რო ვიკითხო, почему ქართულგვარიანი რუსები ამას უფრო გაიგებენ? იმიტომ ხო არა რომ ამერიკელები სხვაგვარი რაკურსია, ამერიკელები ითხოვენ რომ ანაკლიის პორტი არ უნდა აშენდეს ჩინური ინვესტიციებით, წერტილი. და ახლა ესენიც აი დუნდული რო ვერსად ვერ ჩამოდეს, ხო? უდუნდულოები. დუნდულ ვერ ჩამოდებულები ვერ ხვდებიან, თან მისცენ რომ არ მისცენ ჩინეთი რო ბრაზდება, ჯავრდება. კი მაგრამ შენი ბავშვი ხო არა ვარ, მე თლათ ჩინეთი ვარ, ჩემთან ყველა რომ მოდის და შენ ალაოდ ხო არა ხარ ბიზინა. შეგჭამთ ძვლებიანა, ამერიკელები ხო ცალკე შეგჭამენ. ფულიან ძვლებიანა და ჩვენ შეგჭამთ ძვლებიანა. ამიტომ იქნება და ამიტომაც კიდე დამატებით მიიმალა ივანიშვილი, თუმცა ჩემი ფიქრით 4 ოქტომბერთან არის შესაძლოა ეს კავშირი და ოდნავ შემდგომ პერიოდთანაც ჩემი ფიქრით წელეულს ბიზინა ივანიშვილი პერსონალურად გამოჩნდება. საჯარო პოლიტიკაში შეიძლება კიდევ ერთხელ შემოაბიჯოს. ანუ საპატიო თავმჯდომარე კი არ იყოს, არამედ თავმჯდომარე იყოს, მაგრამ შეიძლება ესეც არ იყოს და რამ განცხადება გააკეთოს. აი პატაბურჭულაძე ამბობს, რომ სამში საერთოდ გაქრებაო, მაგრამ გაქრებაც არ არის ესე იოლი. ხო, მან ხო განცხადება იმის თაობაზე, რომ ქრება უნდა გააკეთოს და თუ სამში ოქტომბერს არა, 7-ში არა, 9-ში არა, 18 ნოემბერს და 23 დეკემბერს არა, 31 დეკემბერს მაინც ის იტყვის, რომ ან წავედიან დავრჩი, ან რაღაცას ვაკეთებ, ან ესე გარდმოვიქმენიან, კობახიძე გაუშვიან, კობახიძე არ გაუშვიან, ვენდებოლუნდე ან არ ვენდებოლუნდე. მოკლედ, რაღაცა უშუალოდ მან უნდა თქვას, უნდა დაგვენახოს. ინტერვიუს დონეზე თუნდაც მე პრესკონფერენციას არ გულისხმობ. იმიტომ რომ ეს ზეწოლა ჩინეთიდან და ზეწოლა რუსეთიდან და პრინციპში ერთი ძალაა, ეს საბოლოო ჯამში ფსუა ჩინეთია მთავარ ძალა და რუსეთი მისი შნირი და ზეწოლა დასავლეთიდან მიმდინარეობს იჭყლიტება გრიგოლიჩი ამასობაში. რაც არ უნდა ბაქიბუქობდეს, ხო, ბაქიბუქობაზე გამახსენდა. ბაქიბუქობის თვალსაჩინოებაა მისი პროპაგანდისტის ზაზა შათირიშვილის მორიგი ბოდვა, რომელიც მან გამოაქვეყნა და სამთავრობო მედიის საშუალებებმა აიღეს და აფრიალებენ ქარდები გამოაქვთ, არა ქარდები, რაღაც ციტირებენ და ასე შემდეგ ბოდვა. მაგრამ ვინ არის ამ ბოდვის ავტორი? არ დაგავიწყებთ, რომ ყაველაშვილის წერილს მოხვა. ზაზა შათირიშვილის, ყაველაშვილის ბოდვას მოხვა, ზაზა შათირიშვილის ბოდვა და ვინ არის ავტორი? მეთქი კიდევ ერთხელ გეკითხებით. იქნება ორივეს ავტორი ბიზინა ივანიშვილია, ეგო ალტერ ეგოს ელაპარაკებ. Deep State-ი ხარ შენ, დონალდ ტრამპ, ამას ეუბნება ზაზა შათირიშვილი უფრო ღიად, იმას ეუბნება, რაც უთხრა პრინციპში მიხეილ ყაველაშვილმა. და Deep State-ი თუ მართავს დონალდ ტრამპს, მაშინ სად მიეტენებით? მაშინ აგეღოთ ორიენტაცია ჩინეთისაკენ, რატო ამას ვერ შვებით? ეს კითხვა ქოცი რო ვიყო მე გამიჩნდებოდა. რატომ არ მიდიხარ ბიზინა პეკინში? რა ვერ დაწყვიტეთ და გადადგით მოსკოვისაკენ საბოლოოდ ნაბიჯები გადახდით, ისედაც გადამხტარები ხართ, მაგრამ კიდე მეტად შეეტენეთ რუსეთს. მე რო ვიყო აი ესეთი აი ჩამჯდარი ქოცი, ამას ვკითხავდი ამათ. არა, ესენი რუსეთისკენ წასულები არიან, ვინმე მარი ფიქრობს, რომ არ არიან წასულები, უკვე ჩვენს ბაბლს მიმართავ ჩვენს საზოგადოებას. მაგრამ აი ქოცისთვის ეს წასვლაც კი დამაკმაყოფილებელი შესაძლოა არც არის. თავიდან ბოლომდე მიატოვეთ ევროპა, ამერიკა და თავიდან ბოლომდე გადადით
რუსეთ ჩინეთისაკენ, რომელიც საკმაოდ მძლავრია, ნახეთ რამ ხელა იარაღი აქვს. აი ამასობაში ამერიკელები ჩვენ ხელს არ გვიშვებენ. არ გვიშვებენ და ბიზნესზე ეთამაშებიან, წერილს ამზადებენ, ელჩი ჩამოიტანს ამ წერილს დაუდებენ, მერე განმარტება, მოხვება, რა იგულისხმება იმ აბზაცში თუ შემდგომ აბზაცში და ასე შემდეგ ადამიანის უფლებებში იგულისხმება განთავისუფლება. შუა დერეფანში იგულისხმება მათ შორის ანაკლიის პორტი, ასევე რკინიგზის და სახმელეთო ინფრასტრუქტურის სწრაფი მოწესრიგება. აგრეთვე კორუფციის აღმოფხვრა, თურქეთთან მეტი ურთიერთობები, კავკასიის ერთიანობაზე ყურადღების გამახვილება, ასე შემდეგ და რასაკვირველია თქვენი წასვლა დემოკრატიული არჩევნების გზით, თუ არადა ცულს მოვიტან, ცუნცულასა, ხელეჩოს და წალდუნასა, ასე ცხადი არ ეტყვიან, მაგრამ მაინც ეს იქნება მინიშნება ბიზინა ივანიშვილისათვის, როგორც ცულში მაინც და მაინც გილიოტინაზე მის გაყვანას რასაკვირველია არ გულისხმობს და იმის მადასტურებელი, რომ და მე დავსერჩავ ახლა, ესე იგი US Embassy უნდა დავსერჩო, იმის მადასტურებელი, რომ ამერიკელები ჩვენ ხელს არ გვიშვებენ, არის ერთი უცნაურესი ინფორმაცია, რომელიც ამასობაში ყველას გამორჩა. ნახეთ, ბოლო განახლება 23 საათის წინანდელი, ანუ ერთი დღის წინ განახლდა, ახლა არის არასრული 5 საათი, იქ მსურველთა კოალიციის შეხვედრა დასრულდა და არა 5 საათზეა პრესკონფერენცია უკაცრავად, ანუ 20 წუთში. მოკლედ, შეერთებული შტატების მოვალეობის შემსრულებელმა, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა გამართა შეხვედრა ვიცე-პრემიერ ირაკლი ჩიქოვანთან, თავდაცვის მინისტრთან. ბევრი შემოსწრება შეერთებული შტატების დიპლომატს, ან შეერთებულ შტატებს, აი ესენი ხომ უკანონოები არიან, რატომ მართავთ შეხვედრას. ამ ლოგიკაშიც არის, ამ სიტყვებშიც არის ლოგიკა. არგუმენტი არის რასაკვირველია. მაგრამ შეხვედრა გაიმართა და ეხლა გავანებოთ ბატონი ალანის ელჩის და საერთო ამერიკის დიპლომატიის კრიტიკას თავი და ჩავყვეთ ამ ინფორმაციას. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს ბატონმა პერსელმა წარუდგინა ახლად ჩამოსული თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი ჯონათან ადამსი. საერთოდ ყველა საელჩოს, მე მგონი ყველას, პრაქტიკულად ყველას თუ ვლებავთ ასე ვიტყვი, არა ყველას, ყავს ესა თუ ის ატაშე, ამა თუ იმ მიმართულების ატაშე. მაგრამ თავდაცვის ატაშეები, მით უფრო ესეთი მძლავრი სახელმწიფოებისა, როგორც არის შეერთებული შტატები ან ევროპის წამყვანი სახელმწიფოები, უმნიშვნელოვანესი თანამდებობაა საელჩოს მასშტაბით, მაგრამ საელჩოს ხაზით თითქოს, მაგრამ არა მხოლოდ საელჩოს ხაზით. პენტაგონთან ანგარიშვალდებულნი. ამიტომ ბატონ ჯონათან ადამს აქედანვე უდასტურებთ პატივისცემას. გამოხდებიან ბატო იაშაქარაშვილები და ზაზა შათირიშვილები და რაღაც სისულელებს შესაძლოა იბოდიალებენ მის შესახებ, მაგრამ გავანებოთ მათ თავი, ჭიაღუებზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. მაგრამ ამბავი სხვა რამეშია. სხვა ამბავი. ბატონმა პერსელმა, ბატონ ადამსთან ერთად თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანს წარუდგინა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ენდრიუ ანდერვუდი. შეხვედრაზე განიხილეს სამხედრო პარტნიორობა ჩვენ ორ ქვეყანას შორის, კვლავ მეორე ფაქ უფრო ისაუბრეს ზოგადი კონტურებით, რასაკვირველია, ნობელ პარტნერზე, რომელიც უთუოდ გაიმართება 2026 წელს, თუმცა ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრი იმხანად აღარ იქნება. საინტერესოა. ეხლა ვიკითხოთ, ვინ არის ენდრიუ ანდერვუდი? ინტერნეტში მის შესახებ ბევრი ინფორმაცია გაგიკვირდება და არ მოიძებნება მიუხედავად იმისა, რომ ის ვიცე-პოლკოვნიკია. და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მოიძებნება გან არა მისი ცალკეული ერთი-ორი კომენტარი, რომლებიც კავშირშია უკრაინასთან და ჰაიმარსების გადაცემასთან უკრაინისათვის. მაგრამ რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ აი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის ხელმძღვანელი კი ჰქვია და ასეც არის, აბა როგორ უნდა მოიხსენიოთ, 30 წუთი გავიდა ამასობაში, მაგრამ ის არის, ეს თანამდებობა მოიცავს სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასაც. ხა საჭიროა საქართველოში გამოგზავნა იმ გვარი ოფიცრისა, რომელიც გვარიც მსგავსიც თურქეთში არის, ავსტრალიაში არის, ბრიტანეთში არის, მაგრამ ევროპულ ბევრ სახელმწიფოებში
არ არის, გაგიკვირდებათ და რაღაც ისეთი ხომ არ ხდება, რაც ცოტა ფართო საზოგადოებისათვის შესაძლოა საინტერესო იყოს, მაგრამ თვალხილული არ უნდა იყოს. არა, მე აქ რამე ომს კი არ წინასწარმეტყველებ, რა საკვირველია არა. მაგრამ მე წინასწარმეტყველებ და ვამბობ, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ადებს საკუთარ თათს და მისი წინაპრების შთამომავალი ყოფილა ბიძინა ივანიშვილი, სხვაგანად ვიტყვი. ერთი არ გაუკეთებია ბიძინა ივანიშვილს ის, რასაც ეტყვიან ვაშინგტონიდან. მით უფრო კვლავ ვიმეორებ, რომ პეკინი უკვე შემოსწრა და მერე კიდევ უფრო შემოსწრება ამ გაურკვეველი ორიენტაციის გაცს. და არა მხოლოდ პეკინი, მანამდე მოსკოვიც კი, რომლის კაციც ის არის, რა საკვირველია. რომლის ნავშიც ის რა საკვირველია არის, მაგრამ აი, ცოტა სიფრთხილებით შეპარვია ბატონ ივანიშვილს მზერასა თუ ხმაში, რომელსაც ამ ხმას ივანიშვილისა უთუოდ გავიგებთ მეთქი 31 დეკემბრამდე ისიც მაქსიმუმ მიმდინარე წლისა და ეს ხმა იქნება ჩემი პროგნოზით ასეთი. სად მიდიხართ ბატონო ბიძინა და ედუარდ შევარდაძის ხმით შეიძლება მან თქვას სახლში, ოღონდ სახლი მისი არის ან მდინარე ამაზონის სანაპიროზე, ან მოსკოვში ცენტრში, ან აბასთუმანშიო, ვინმე იტყვის, მაგრამ მე თანახმა არა ვარ, რომ აბასთუმანში იყოს ის, თუ აბასთუმანში იქნება, მაშინ ის უნდა გასამართლდეს კიდეც. მე ვარ ირაკლი დაბლიაშვილი, ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო ბლოგი დღეს. უთუოდ ჩავწერ მეორე ვიდეო ბლოგსაც და ღამის 11 საათზე, აი 1-11 საათზეც არა, 12-ის ნახევარზე კარგია რომ გამახსენდა, მე მექნება ტრადიციულად ლაივი. პირდაპირ ჩართვა ხომ ტრადიციად ვაქციე და ტრადიციად ჩამოყალიბდა. ნახვამდის.